პირველი ოქტომბრიდან ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი რეგულაცია ამოქმედდება. რეგულაციის მიხედვით ყველა იმპორტირებულ თუ ადგილობრივ სამკურნალო საშუალებას ევროპული GMP სტანდარტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი დასჭირდება და გავრცელდება როგორც საბოლოო პროდუქცია, ასევე მის დასამზადებლად საჭირო სუბსტანციებზე. დარგობრივი ასოციაციის განცხადებით მიმწოდებლების უმრავლესობას GMP სტანდარტი არ აქვს, შესაბამისად რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ქართულ ბაზარზე მედიკამენტების საკმაოდ დიდი პროცენტი ვეღარ შემოვა. საუბარია ეგრეთ წოდებულ მესამეულ ქვეყნებზე, როგორებიცაა მაგალითად ინდოეთი და ჩინეთი, საიდანაც მედიკამენტების მსოფლიოს თითქმის 80% მარაგდება. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის 1 აპრილამდე ეს მოთხოვნა არ შეეხება მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტებს და იმ პროდუქტებს, რომლებიც იმპორტიორებმა საქართველოში 1 ოქტომბრამდე შემოიტანეს. საბანკო სექტორმა 8 თვეში 2 მილიარდ 13 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ კი 67 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის თვესთან შედარებით 642 მილიონი ლარით მეტია. სესხების წლიურმა ზრდამ კი 15% შეადგინა. ავტომფლობელებისთვის წლის ბოლომდე ბაზარზე ახალი სერვისი გამოჩნდება. სტარტაპი ვოში, რომელმაც ჯიტას 150.000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, მომხმარებელს მანქანის უწყლოდ რეცხვის აპლიკაციას შესთავაზებს. პლატფორმა აქტიურ რეჟიმში უკვე 6 თვეა მუშაობს და მოთხოვნა, როგორც კომპანიაში ამბობენ, თვიდან თვემდე დაახლოებით 25%-ით იზრდება. სერვისი გულისხმობს როგორც მანქანის ექსტერიერის, ასევე ინტერიერის უწყლოდ რეცხვას და ითვალისწინებს ნებისმიერ ლოკაციაზე მომსახურებას. გასული კვირა კრიპტოინდუსტრიისთვის მინუსებით დასრულდა. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 3 ტრილიონ 800 მილიარდი დოლარია, რაც მთლიანობაში თითქმის 300 მილიარდიანი დანაკარგია. დაიცა კრიპტოინდუსტრიის წამყვანი ციფრული ვალუტის ფასიც. ბიტკოინი ერთ კვირაში 5%-იან კორექციას აფიქსირებს და ამჟამად $110,000 მცირედით აღემატება. 13%-ით არის გაუფასურებული ეთერიუმი, რომელიც ამჟამად $4,000-მდე ივაჭრება. მისი კაპიტალიზაცია კი 483 მილიარდის ფარგლებშია. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფართოვდება. 2026 წლის 1 აპრილიდან დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი ერთ კლიენტზე თითოეულ ბანკში 30,000 ლარიდან 50,000 ლარამდე იზრდება. კონკრეტულად რომ განაპირობა და რას ემსახურება ლიმიტის გაზრდა, რას მიაღწევს ბანკების სავალდებულო შენატანები და მთლიანობაში რას გულისხმობს დეპოზიტების დაზღვევა, როგორ მუშაობს სისტემა და რისგან ვართ დაცულები, სტუმართან დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან ლევან თოდუასთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონო ლევან, მოგესალმებით, დიდი მადლობა დილიდან სტუმრობისთვის და პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ დამეთანხმებით ჯერ კიდევ საზოგადოების ცნობიერება და მათი სრულფასოვანი ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით არის გამოწვევა. მოდით დავიწყოთ განმარტებით. რას ნიშნავს დეპოზიტების დაზღვევა, რომ გითხრათ, როგორ მუშაობს სისტემა, რას ვაზღვევთ? დილომშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. სწორი ბრძანებაა ნამდვილად ერთ-ერთი გამოწვევა და ჩვენი პრიორიტეტია ზოგადად საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ და კარგია რომ ეს შეკითხვა დასვით. განუმარტოთ საზოგადოებას, რას ნიშნავს ზოგადად ეს სისტემა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ აუხსნათ ყველა გადაცემაში, ამით ვიწყებთ, ასე ვთქვათ, სისტემა გავაცნოთ ჩვენს მოსახლეობას. ესე იგი, რას ნიშნავს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა? სისტემის ასე ვთქვათ, მთავარი ამოცანა არის დეპოზიტების დაზღვევა და დეპოზიტების დაცვა, ვთქვათ, ბანკის წარუმატებლობის შემთხვევაში, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ დაეკარგოს თავიანთი შენატანები ბანკში. ესე იგი, დღეისათვის თქვენ სწორად ახსენეთ, 30,000 ლარი არის სადაზღვეო ზღვარი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ პიროვნებაზე არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული პირი, თითოეულ პირზე, თითოეულ ბანკში დაზღვევის ოდენობა შეადგენს 30,000 ლარს. ანუ თუ ვთქვათ, ბანკის წარუმატებლობის შემთხვევაში, ვთქვათ, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ბანკი მოხდება ბანკის ლიკვიდაცია, დეპოზიტორები გარანტირებულად მიიღებენ
თანხას აი ამ ზღვის თანხაც არ უნდა იყოს. ბატონ ლევან, გავუმარტოთ ისიც, ანუ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის ანგარიშზე გვაქვს ჩვენ თანხა განთავსებული და ასევე საინტერესოა თქვენ ახსენეთ თითოეულ ბანკში, ანუ შეგვიძლია რომ 17 კომერციული ბანკი არსებობს, 2 მიკრობანკი, 3 ციფრულია 17-დან, ანუ თითოეულში ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ გავხსნათ ანგარიშები და 30000 ლარი გარანტირებულად დაცულია თითოეულში. კი ბატონო, სწორი აღნიშნა და კარგი შეკითხვა არის. ესე იგი, როდესაც ჩვენ ვამბობთ დეპოზიტების დაზღვევას, არ გულისხმობთ კონკრეტულად რაიმე პროდუქტს. ნებისმიერ ანგარიშზე ნებისმიერი დადებითი ბალანსი არის დაზღვეული. ეს იქნება სახელმწიფო ანგარიში, ეს იქნება საპენსიო ანგარიში, უბრალოდ მიმდინარე ანგარიში, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნა და არა აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი დადებითი ბალანსი კომერციულ ბანკში რაც ფიქსირდება, ის არის დაზღვეული. თუნდაც 1 ლარი იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. და ასევე სწორი შეკითხვა არის ისიც, რომ ესე იგი თითოეულ ბანკში, ანუ თუ მაგალითად მე სამ ბანკში მაქვს 30000 ლარი, ანუ ჯამში 90000 ლარი, მთლიანად 90000 ლარივე არის დაცული. ეს ეხება თითოეულ პიროვნებას, თითოეულ ერთ კომერციულ ბანკში. ჯამურად, რა თქმა უნდა, ანგარიშების მიხედვით არა, თქვათ შეიძლება ერთ კომერციულ ბანკში მე 3 ანგარიში მქონდეს და თქვათ 30000 ლარი მქონდეს თითო ანგარიშზე, ეს არის რომ 90000 ხოლო ერთი 30000 ლარი იქნება დაცული. ლარი იქნება, ანუ ერთ ბანკში, ერთ სუბიექტზე არის 30000 ლარი დღეისათვის, მაგრამ დეპოზიტების ზრდა არის თვალშისაცემი, რა თქმა უნდა, მე მინდა გკითხოთ დეპოზიტების დაზღვევის სტატისტიკა როგორია, იმიტომ რომ 2018 წელს, როდესაც თქვენ დაფუძნდით ოფიციალური მონაცემით 18 მილიარდის დეპოზიტები იყო. ახლა დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. მე მინდა გკითხოთ, რამდენად მოდის შესაბამისობაში დეპოზიტების დაზღვევის სტატისტიკა, დეპოზიტების ზრდის სტატისტიკასთან და 30000 ლარიდან 50000-ზე გადასვლაც ხომ არ არის იმის მანიშნებელი, რომ თქვათ ადამიანები, რიგითი მოქალაქეები უკვე უფრო მეტ თანხას ინახავენ ანგარიშებზე ვიდრე აქამდე. დიახ, ესე იგი დეპოზიტების სისტემის არსებობის მთავარი მიზანი რა თქმა უნდა დეპოზიტების დაცვა არის, მაგრამ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფუნქცია ზოგადად საბანკო სისტემის ნდობის გამყარებაც არის. მინდა აღვნიშნო, რომ საბანკო სისტემა ნდობით სარგებლობს და ამის პრობლემა დღესდღეობით საბანკო სისტემას რა თქმა უნდა არ აქვს, თუმცა ერთ-ერთი კომპონენტი ამ ნდობისა რა თქმა უნდა არის ის, რომ ქვეყანაში არსებობს ასეთი სისტემა. ხა პირდაპირ კავშირის პოვნა ძალიან რთული არის ეს პროცენტი, რო ვთქვათ, რომ აი ამ სისტემის დანერგვამ გამოიწვია ამდენით და ამდენით დეპოზიტების და თავისი წვლილი აქვს, რა თქმა უნდა და სწორად აღნიშნეთ. 18 მილიარდი იყო ჩვენ, როდესაც ეს სისტემა დაუნერგეთ 2018 წლიდან და დღეისათვის 64 მილიარდზე მეტი არის და აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფიზიკური პირების დეპოზიტები, ვთქვათ 10 მილიარდიდან დღეს უკვე 33.5-მდე არის გაზრდილი მილიარდამდე. და ბატონო ლევან, ბარი მაქვე ჩაგეკითხებით, როგორც ფიზიკურ პირზე, ისე იურიდიულ პირზე ვრცელდება 30000 ლარიანი დაშვება, რომელიც ცოტა ხანში უკვე გახდება 50000 ლარი. ამ ნაწილში მინდა გკითხოთ, ეს გადაწყვეტილება რითია განპირობებული, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, რადგან რამდენად სამართლიანი თამაშის წესებია, როდესაც ფიზიკური და იურიდიული პირების შემთხვევაშიც 30, ანუ ერთი და იგივე თანხა არის დეპოზიტების დაზღვევები. დღეისათვის მიდგომა ერთი და იგივე არის ფიზიკურსა და იურიდიულ პირს შორის. კი ბატონო, შეიძლება თქვა აქ ისმოდეს კითხვა და სწორი კითხვაც არის თქვენ რაც დასვით, თუ ავიღებთ მაგალითად დაზღვეულ დეპოზიტებს 11.3 მილიარდი არის ახლა დაზღვეული დეპოზიტების, აქედან 10.3 მილიარდი არის ფიზიკური პირების და მხოლოდ 1 მილიარდი არის იურიდიული პირების. ეს იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ იურიდიული პირებისთვის შეიძლება ეს დიდი თანხა არ იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში დღეისათვის ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მაგალითად თუ ჩვენ ევროკავშირს ავიღეთ, მაგალითად იქ არის 100.000 ევრო. ორივე შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების შემთხვევაში 100.000 ევრო არის. ანუ მიღებული პრაქტიკა არის, მსგავსი მიდგომა. კი ბატონო. ჩვენ ახლა ჯერჯერობით 100.000 ევროსთვის ნუ იმედია მომავალში გახდება ამის საჭიროებაც, ნახოთ. რაც შეეხება თქვათ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს მეტნაკლებად ერთნაირი არის. ახლა მინდა გითხრათ, 30000 ლარი ჩვენ რეგიონში ყველაზე დაბალი არის ზღვარი, მაგრამ 50 როდესაც უკვე აი თქვენ აღნიშნეთ, ესე იგი 2026 წლის 1 აპრილიდან ჩვენ გავზრდით 50000 ლარამდე, უკვე ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონის ქვეყნებს უკვე დავეწევით ამ დაზღვევით. ბატონო ლევან, დაიწყეთ 5000-ით, ხო, ესეა 2018-ში, ახლა არის უკვე 30000 და
უკვე საკმაოდ დიდი ნახტომია 50,000. საინტერესოა, რა პრინციპით ხდება დეპოზიტების დაზღვევის თანხის განსაზღვრა, რო გითხრათ და ასევე თუ არის რაიმე ვადა ამისთვის განსაზღვრული. კი ბატონო, ჩვენ ესე იგი უყურებთ ზოგადად რამოდენიმე პარამეტრი არის ამ კუთხით მნიშვნელოვანი, ესე იგი რამდენი არის ზოგადად დეპოზიტების მთლიან მოცულობაში დაზღვეული დეპოზიტების წილი, ეს ერთი არის, ასევე რამდენი არის სრულად დაზღვეული დეპოზიტები, სრულად დაზღვეულ დეპოზიტებს გულისხმობ იმას, თქვათ აი ზღვის ფარგლებში, რამდენი არის ზღვის ფარგლებში მაქსიმუმ რამდენი აქვს თითოეულ დეპოზიტოს და მის ქვემოთ, ანუ სრულად დაზღვეულ დეპოზიტებს ამას გულისხმობთ, რამდენი არის ეს პროცენტი და ზოგადად როგორ ხდება ზრდა აი ამ დეპოზიტების. დეპოზიტების ზრდა დინამიურად სულ იზრდება, არ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვათ რომელიმე წელს დეპოზიტები ზრდა შემცირებული იყოს. დღეისათვის თუ ავიღებთ ჩვენ მაგალითად წილს სრულად დაზღვეული ზოგადად დაზღვეული დეპოზიტები მთლიან დეპოზიტებში არის 18%, კარგია თუ 20%-ზე მეტი იქნება. რაღაც ესეთი სტანდარტი არ არსებობს, რომ თქვათ რამდენი პროცენტი უნდა იყოს დაზღვეული დეპოზიტების, მაგრამ პრაქტიკა მაჩვენა, რომ კარგია თუ თქვათ ზოგადად დაზღვეული დეპოზიტები მთლიანი დეპოზიტების მოცულობაში 20%-ზე უფრო მეტი არის. აი ჩვენ რო ეხა 50,000 ლარამდე გავზრდით ზღვარს, სადღაც 22%-ამდე იქნება უკვე დაზღვეული დეპოზიტების წილი მთლიანი დეპოზიტების მოცულობასთან მიმართებაში შეფარდებით. და მინდა გკითხოთ ახლა თუ როგორ მუშაობს სისტემა და თქვენს ხელთ არსებული ფონდში დაცული თანხების გათვალისწინებით რა მასშტაბის კრიზის შეიძლება გაუმკლავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცი სტატისტიკით, ანუ არ ყოფილა ჯერ შემთხვევა, რომ ესეთი აქტიურად დაგჭირვებოდათ თქვენ ჩარევა, გარდა ერთი შემთხვევისა, რომელზეც საინტერესოა რომ ვისაუბროთ, ტექნიკური ხასიათის იყო როგორც ვიცი ეს. გარდა ამისა, გითხარით, ანუ როგორ დაიცავთ ჩვენს დეპოზიტებს თუ ეს გახდა საჭირო? ხო, კარგი იქნება თუ ასეთი შემთხვევა არ დაგვიდგება და კარგია რომ ჩვენი არსებობის ესე იგი განმავლობაში ასეთი შემთხვევა არ გქონია. ტექნიკური ერთი შემთხვევა ახსენეთ, ეს აზერბაიჯანის ბანკის მიერ დაფუძნებული ბანკი იყო, აქ მის შვილობილი კომპანია, ასე რომ ვთქვათ და მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ფილიალი, ასე ვთქვათ, გაეუქმებინა საქართველოში და აქედან გამომდინარე მოხდა სულ 30 დეპოზიტორი ყავდა, თუ არ ვცდები, თუ სწორად მახსოვს, ეს იყო სულთა ტექნიკური, არანაირი პრობლემა საბანკო სისტემას მაშინ არ ქონია, უბრალოდ ტექნიკურად მოხდა ფილიალის ლიკვიდაცია. პრაქტიკაში ჩაიწერა ეს ერთი შემთხვევა. პრაქტიკაში ჩაიწერა, კი ეს ერთი შემთხვევა. რაც შეეხება ფონდს, ფონდი დღეს 150 მილიონამდე გვაქვს ლარში, ჩვენი ფონდი რა დონის კრიზის შეგვიძლია ესე იგი გაუმკლავდეთ. მინდა გითხრათ, რომ ესე იგი თუ დავიწყებთ თქვენ თქვით, რომ აი 17 სუბიექტი გვყავს ახლა ჩვენ კომერციული ბანკის სახით, უმცირესიდან უდიდესისკენ რომ წავიდეთ, ერთდროულად შეგვიძლია 8 ბანკს გაუმკლავდეთ უპრობლემოდ. ნუ დიდი ბანკები ცოტა უფრო სირთულეს წარმოადგენს ამ შემთხვევაში, თუმცა გვაქვს ჩვენ შესაბამისი ინსტრუმენტები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია ასეთი კრიზისების დროს და მინდა გითხრათ, რომ ფონდი დღეისათვის ძლიერდება. კარგია რომ ამ ფონდის ზოგადად ამ სისტემის გაძლიერება დავიწყეთ ჩვენ იმ დროს, როდესაც საბანკო სისტემა არის სტაბილური. ეს სისტემა მაშინ უნდა განვითარდეს ზუსტად, როდესაც საბანკო სისტემა მდგრადი არის, იქიდან გამომდინარე რომ მოხდეს ამ ფონდის ზრდა, არ მოხდეს ფონდის გამოყენება და რაც უფრო ბევრი თანხა დაგროვდება ამ ფონდში, მით უფრო ქმედითი იქნება, რა თქმა უნდა და ბარემ ისიც ვთქვათ, რის მიხედვით ხდება და როგორ განისაზღვრება კომერციული ბანკებისთვის ფონდში შესატანი თანხების მოცულობა. ეს არ არის ერთი კონკრეტული თანხა ყველა ბანკისთვის, ხომ ასეა ინდივიდუალურად განისაზღვრება. კი ბატონო, ეს არის ჩვენ გვაქვს რისკზე დაფუძნებული სავალდებულო შენატანების პრინციპი, ანუ ესე იგი ყველა ბანკს თავისი გარკვეული რისკის წონა აქვს, ამ რისკის წონიდან გამომდინარე ხდება შესაბამისი ფორმულით გამოანგარიშება იმ თანხისა, რა თანხა, რა საპროცენტო განაკვეთი ექნება თითოეულ ბანკს და ამ საპროცენტო განაკვეთის მიხედვით ესე იგი ეს ხდება სავალდებულო თანხების შეტანა ამ სადაზღვეო ფონდში. ამ რისკის წონებს ჩვენ ეროვნული ბანკი გვაძლევს, ეს მათი ფუნქცია არის, ამაში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო არ ერევა. ჩვენ უბრალოდ ვიღებთ ამ რისკის წონებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ანიჭებს, იქ გარკვეული სტანდარტი არსებობს ამ ყველაფრის, იქ არის რისკის კატეგორიები, თქვათ რისკის ინდიკატორები, ამის შესაბამისად ხდება ფულების მინიჭება, შემდეგ რისკის წონის გამოთვლა. ამ რისკის წონას მე ჩვენ ვიღებთ, შესაბამისი როგორც გითხარით, შესაბამისი ფორმულის მიხედვით ვადგენთ
იმ საპროცენტო შენადაც, რომლის მიხედვითაც ხდება უკვე დაანგარიშება. ეს დაანგარიშება ხდება დაზღვეული დეპოზიტებიდან, ანუ თუ რამდენი არის ანუ რაც უფრო მსხვილია ბანკი, ყავს მეტი დეპოზიტარი, მათი შენიტანი ფონდში არის გაცილებით დიდი. რა თქმა უნდა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი დეპოზიტები ამ დროისთვის 30,000 ლარის ფარგლებში ერთ ბანკში სრულად დაცულია, 2026-ის აპრილიდან კი 50,000 ლარამდე გაიზრდება ეს ზღვარი.